ყველას მოგესალმებით, მე ვარ ეკატერინე, ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დავიწყდით და დაგიბრუნდით. მე მგონი დაახლოებით 2 კვირაა, რაც არ დამიდია ვიდეო სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ. ძალიან ცუდია, მაგრამ აი ხა ისევ მინდა რომ ისევ ჩავდგე რეჟიმში, ჩემთვის საშუალო არის თქვენ ვინც დიდი ხანია მეყურებთ, იცით რომ ხშირად მემართება ხოლმე ესეთი რაღაცები, მაგრამ ამოვარდი მოკლედ კალაპოტიდან, რაღაცა რომ ხდება ხოლმე, მე ამოვარდები ხოლმე და მე ძალიან რთულია ხოლმე ჩემი ისევ რილსებზე დაყენება, ამიტომ ეხლა იმედია რომ ისევ დავყენდები და გავაგრძელებ მოკლედ ჩემს ვიდეო ბლოგებს, რომლებიც ასე ძალიან გიყვართ, ბევრ ჩემ გამომწერს იმედი მაქვს და უკვე მომივიდა კიდეც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მომდის კიდეც თქვენი მესიჯები, სადაც წერთ რომ სად ხარ, სად დაიკარგე, რატო არ ყავდებ ვიდეოებს, ხო კარგად ხარ და ასე შემდეგ. მოკლედ მკითხულობთ, ძალიან სასიამოვნო არის, ძალიან დიდი მადლობა რომ შეამჩნიეთ ჩემი არყოფნა. მოკლედ კარგად ვართ. ყველაფერი კარგად არის, ღმერთს მადლობა. რატო არ ვდებდი ვიდეოებს, უბრალოდ რაღაცა ცუდი პერიოდი დაიმთხვა იმ პერიოდში მოკლედ ექიმებთან მოგვიწია სიარული არ ვიტყვი ხა ზუსტად მიზეზებს ვინ რატო და როგორ იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთი არის ალბათ გამიგებთ მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად არის კი შემეძლო გადამეღო რომ აი წავედით ექიმთან აი მოვედით აი ესეა მაგრამ არ მინდოდა, იმიტომ რომ არ ვიყავი განწყობაზე, როცა ესეთი რაღაცები ხდება, ყოველთვის ძალიან ისე ვარ, ცოტა არ მეტყობა, მაგრამ შინაგანად ძალიან ისეთი დათრგუნული და არეული ვარ ხოლმე. კონცენტრაცია მეკარგება, მაგ დროს ვფიქრობ მარტო ესეთ არ ვიცი, რაღაცნაირად არეული ვარ ხოლმე და მოკლედ არ მაქვს მაგის ვერ ვჯდები ხოლმე, აი ესე ვითომ აქაც არაფერი მოდი ახლა ვიდეო დავამონტაჟო რაღაცა ესე არ შემიძლია ეს ძალიან ცუდია ეს ძალიან ცუდია მე ვებრძვი ჩემ თავს და მინდა რომ ეს გამოვასწორო მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის სამწუხაროდ ერთხელ რომ ამერევა ხოლმე 1-2-3 დღე რო არ დავდებ ხოლმე ვიდეოებს მე ძალიან რთულია, მოკლედ მომზადება მჭირდება ხოლმე ვიდეოსთვის და აი ეს მომზადების პროცესი ძალიან იძლევა ხოლმე, მაგრამ ეხლა დღეს ვიგრძენი როგორ მზად ვიყავი მაგისთვის და იმედია რომ ვერაფერი ვეღარ შემოჩერებს და იმედია რომ გავაგრძელებ ვიდეოების დადებას. ნუ მექნება ხოლმე პაუზები, ვერ შეგკვირდებით რომ სულ ესე დავდებ ვიდეოებს ყოველდღიურად და ერთი ჩაგდებაც კი არ მექნება, ესე არ იქნება. ვექნება ხოლმე ხანდახან ესეთი აუზები, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ხოლმე, ეგ იცით ყველა, იმიტომ რომ გიждები მე ჩემს YouTube-ზე, ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და არ არსებობს რომ არ დავბრუნდე, ანუ ყოველთვის ჩავწერ ხოლმე ესეთ ვიდეოებს. რამდენი გამომწერის არ უნდა მყავდეს ალბათ, იმიტომ რომ ჩემ ოჯახურ რაღაც ვიდეოებს მაინც ჩავწერ ხოლმე. პირველ რიგში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და ჩვენი მოგონებებისთვის და ასევე რა თქმა უნდა თქვენთვის ეს უკვე კონტენტი უკვე სხვა არის, ანუ სპეციალურად თქვენთვის ვიდეოებიც სხვა არის და ესეც ძალიან მიყვარს და ამასაც ყოველთვის გავაკეთებ ხოლმე, უბრალოდ ეს რეჟიმში ჩემი შედგომა ძალიან რთულია. არა და YouTube-ისთვის ეგ არის პირველი. YouTube-ში რო წარმატებული იყო, უნდა იყოს სულ რეჟიმში, მაგრამ ჩემთან ჯერჯერობით არ გამოდის. ხო, მოკლედ ასე რომ ვაგრძელებ ესე ეს ბავშვი განაობს და კალანკოს ვასწორებ ყოველ წუთში ირევა. მოკლედ მინდა რომ ეხლა ჩავდგე რეჟიმში, ისევ გავაგრძელო ვიდეოების გადაღება, იმედია ყველაფერი კარგად გვექნება და
გაქცევა დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. დღეს ეხა არის დილა. რაც გამოგატოვებინეთ, იმას აუცილებლად ჩაგისვათ. არ ვიცი, ამ ვიდეოში თუ შემდეგ ვიდეოებში ხანდახან რაღაც ფრაგმენტებს ჩავსვავ ხოლმე, შემოგაპარებთ ხოლმე. იმიტომ რომ ვიღებდი ვიდეოებს, მასალა მაქვს, მაგრამ არ ვდებდი ჩემი ფიშკა. ხო, ამიტომ რაც გამოვტოვე რაღაცებს ჩაგისვათ. და ეხა ყავს და ვისხავ და გავაგრძელოთ. ეხა წაღანავა დუღემ ერთხელაც ავადუღებ. ყავას. მე კალკის მოიმედი არ გიშლით ხელს. და ეხა კიდე ჩაიდიკის. ხო. და მოკლედ რას ვამბობდი, ეხლა ხო რაღაცები დაემთხვა რა, ესეთი ის იყო. ხოჭით ზოდიაქოს ნიშნებზე რო ამბობენ ხოლმე დაბალი ენერგობალი. აი დაბალი ენერგობალი მქონდა ეთქვა, რომ რაღაც ეგეთ ვიყავი, აი არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ არ მქონდა მაგის თავი. რომ ეს ვიდეოები დავედო, თუმცა შინაგანად ის ხეცით, აი მხრღნი და რაღაცნაირად ეკადადე ვიდეო, მაგრამ აი ვერ დავდე, მაგრამ აი ხა მაინც ვდებ. იმიტომ რომ თქვენ წერთ უკვე რამოდენიმე მომწერეთ და ეს ძალიან მაგარი არის. აი ეს ამის გამო მაინც ვთვლი თავს ვალდებულად, რომ ეხლა აუცილებლად უნდა დავდო ვიდეო. არა და მე რო ვდებ, მე უკვე თავისით ვიქოქები, ასე ვთქვათ. აი ეს დაქოქვა მიჭირს ხოლმე. ხო და ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო. რა ვიცი, ისე ყველაფერი კარგად არის, ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი ამბავი. ხო, ერთს გეტყვით, აი ჩემთან დაკავშირებით ყური მდგიოდა. არ ვიცი, ყურის ტკივილი დამეწყო უეცრად, ყურის კი არა და აი აქ, აი ეს ადგილი, აი ეს ყბის ადგილი მდგიოდა საფეთქლებთან. ისე რომ საჭმელსაც ვერ ვჭამდი ნორმალურად და მოკლედ ვიყავი ექიმთან, გამომიწერა რაღაც მალამო, რაღაც მაზები და ვიმკურნალე და მოკლედ მიშველა ყველაფერმა უბრალოდ ასევე დამინიშნა რაღაც ვიტამინები. აი ეს თევზის ქონი თუ რაღაც რო არის, ხო იცით ომეგა 3 თუ ომეგა B, არ ვიცი ვერ გვაქვს ზუსტად, მოკლედ აი ეს ვიტამინები დამინიშნა და მაგ ვიტამინებს ეხლა ვსვავ, რომ ცოტა ალბათ იმუნიტეტისთვის ცოტა იმუნიტეტი გავიმჯობესო, იმიტომ რომ ხან თვალი ამტკი და ხან ყური ამტკი და ხო და რაღაცა ეთქობა, მჭირდება მაინც ორგანიზმს ჭირდება მიშველება. და ეხლა აბა მოდით ყავა გავუკეთოთ. ეხლა არის დილა, როგორც თქვი, აუ ისმის ჩემი. ეხლა არის დილა და მე ვიკეთებ ყავას. ხო და მინდა რომ ერთად დავლიო ხოლმე. კიდე რა ვიცი რა ხდებოდა. დღეს თოვდა, მე ვერ მოვასწარი, დილით უკვე დადებული და გამდნარი დავხვდა. ცოტა ადრე რო ამდგარიყავი, მოვუსწრებდი თოვის პროცესს, მაგრამ გამოვტოვე. ცოტა მოვახლოვე. აი ესე. ცოტა დავუწიოთ. აი ესე. ჩემი ჭრაჭონის კამი. ჩემი ყავა. აი, ჩემი ყავა, მე, დილა და თქვენ. ხო, კიდე რაც დაკარგული ვიყავი და არ ვდებდი ვიდეოებს, ჩემს დიშვილთან, ანისთან ვიყავი დაბადების დღეზე, ძალიან ლამაზ რესტორანში, თუ რა ვიცი, რა ქვია,
ტერასაზე. მოკლედ ულამაზესი ადგილი View and More, მე მგონი ესე ქვია. ძველ თბილისში, ულამაზესი ხედით, ძალიან ისეთი მყუდრო სიტუაცია იყო. ჩაგისვათ აქ ფრაგმენტებს და თქვენ თვითონ ნახეთ, ძალიან კარგად გავერთეთ, ძალიან კარგი და ლამაზი სუფრა იყო, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ასევე DJ-ც ყავდათ, თავიდან ცოტა მოწყენილად მღეროდა, მაგრამ მე შეგვატყო, რომ კაი მხიარული გოგოები ვიყავით და ამიტომ ძალიან კარგი სიმღერების შესრულება დაიწყო, ცოტასაც ეკვაო და მოკლედ გავერთეთ, კარგად ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, ვიცინეთ, როგორც ხდება ხოლმე, ვიყავით ყველანი ძალიან ლამაზები, ერთადერთი ფერი ვერ გამოვიცანი, როგორც აღმოჩნდა, ყველა გოგო იყო წითელში ან ვარდისფერში, რაღაცა ის ბორდოს ფერში, ისე რომ არც მოილაპარაკეს, რაღაცა ისე დაემთხვა ჩემს გარდა, მე ვიყავი მარტო ისეთ კაშკაშა მწვანე ჟილეტი მეცვა, დანარჩენი ყველაფერი შავი, მოკლედ ქვედა, ზედა და ფეხსაცმელიც ყველაფერი შავი, მარტო ეს ჟილეტი მქონდა მწვანე და რაღაცა ესე ცოტა შორის დიდად არ მქონდათ რომ მომზადების, იმიტომ რომ აქ დღესაც სხვა საქმეებზე დავუბრუნდი და ვერც მოვასწარი რომ ნორმალურად ისე ჩამიცვა რაღაცა ისეთი რა, თორე უფრო ბრჭყიალას ჩავიცვამდი, მაგრამ აი ესე უცებ რაც მომხდა ხელში, უცებ ავარჩიე და ეგენი ჩავიცვი, არც მიყიდია არაფერი. ეხლა გამოვიდა ძალიან ისე დახურულად და ცოტა ფერში ავწდი გოგოებს, მაგრამ არა უშავს, მაინც ლამაზი ფოტოები გამოვიდა, დროც კარგი გავატარეთ. მთელი საღამო მოკლედ ვიყავით ერთად, ვიმხიარულეთ. ერთად გოგოები ვიყავით, მარტო ჩემი ორი ბიჭი დიშვილიც იყო. ხო, რა შეეხება საჩუქარს, ანის ვაჩუქე, ძალიან ისეთი ლამაზი, ცისფერი ზედა, ну რაღაცა ისეთი სვიტრი, ოღონდ თხელია უკვე გაზაფხულზეც რომ შეიძლება რომ ჩაიცვა, ესეთი ამოღებული, სხვათა შორის სტრადივარიუსში ვიყიდე. აი ეგ მომენტი არ გადავიღე, ხო. სამწუხაროდ რომ მეჩვენებინა თქვენთვის, ეგზე დავუყიდე, რაღაც ნიუ-იორკერში ვნახეთ ესეთი კოლიე. ხო, რაღაცა ესე სამნაირი ძივი რომ არის. საყვარელი, რაღაც გულებით და თვლებით. ეგ და კიდე ვუყიდეთ მაკიაჟის აბადოკი, ესეთი რომ გაიკეთოს ხოლმე მაკიაჟის გაკეთების დროს. ანისედაც თუ მოეწონება. და რა ვიცი, ანის ძალიან მოეწონა ეს ჩვენი საჩუქარი. და ძალიან მიხარია. კიდევ დავდიოდით სკოლაში, ვაბარებდით ასევე ექიმებთან ანალიზებს, რაღაცეებზე და ესე. ამასობაში ესე გავიდა ნახევარი თებერვალი, ისე რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. აი ჩემი ვიდეოებს უკვე შემოგთავაზებთ ესე თქვენი თხოვნების მიხედვით. ამოწერილი მაქვს, არ გეგონათ რომ დამავიწყდა, რაც მთხოვეთ, რაზეც გინდათ რომ ვიდეო გადავიღო, მაქვს ამოწერილი და ელოდება თავის დროს ყველა თემა. ასე რომ აუცილებლად გადავიღებ ვიდეოებს, მაკიაჟზეც გადავიღებ, გადაღებული მაქვს კიდეც. უბრალოდ და მონტაჟიც დაწყებული მაქვს, ნახევრამდე მისული ვარ და უბრალოდ უნდა დავასრულო მონტაჟი და მაკიაჟის ვიდეოც იქნება აუცილებლად. ახალი კოსმეტიკა დავტესტე და ვინც ელოდებით აუცილებლად იქნება ეგ ვიდეოც და კიდევ სხვა ვიდეოები, რომლებიც მთხოვეთ, შიგადაშიგ რომ მეუბნებით ხოლმე, ამაზე გადაიღე, ამ ყველაფერს ვიწერ ჩემ ბლოგში და მე დრო რომ აქვს ვიღებ ხოლმე, ვცდილობ რომ შევასრულო მოკლედ. აი ესე ჩემო ძვირფასებო, კიდე რა ვიცი, კიდე რა ხდებოდა. კიდე კარფურში ვიყავით, თებერვლის პროდუქტები ვიყიდეთ, მაგ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, აუცილებლად გაჩვენებთ რა ვიყიდეთ, როგორც ვიცით ხოლმე, ბევრი რაღაცაები. და კიდე დაგვრჩა საყიდელი, მაგასაც მივამატებთ ნელ-ნელა. ასე რომ ეხლა უნდა დავიწყო ჩემი გამოტოვებული
ვიდეოების ანაზღაურება და ვეცდები. მოკლედ ისე ჩამოძვირფასობა, ხა კიდე თანდათან რაც გამოხსენდება მოგიყვებით. მოკლედ მე დავბრუნდი. ვიწყებ ისე ვიდეოებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მელოდებით ხოლმე, ვისაც გაგიხარდათ ჩემი დაბრუნება. 2 კვირის და მოკლედ გაცნით ყველას ეხავდეთ დაგემშვიდობოთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მელოდებით ხოლმე. გაცნით მომავალ ვიდეომდე. კარგად.